მე დღეს ორშაბათია და ორშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში და ვსაუბრობთ ხოლმე ბიზნესის შესახებ. როგორც მოგესალმებით, ჩვენ არა მარტო გვისმენთ, არამედ გვიყურებთ კიდეც My Video G-ზე, იმედი G-ზე, ასევე ჩვენ Facebook-ის live-ში, ისევე როგორც მაგთის IP ტელევიზიის 53 არხზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი დისკუსია იმის შესახებ, გაძვირდება თუ გაიაფდება უძრავი ქონება, იმიტომ რომ ირანში დაატრიალებულმა მოვლენებამ და ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა ჩვენ ვიცით რომ ახალი ამბებიდან და არა მარტო ახალი ამბებიდან სხვადასხვა პორტალები წერენ იმის შესახებ რომ ის ინვესტორები რომლებიც დუბაიში აკეთებდნენ ინვესტირებას სხვა ქვეყნებში გადადიან. ზოგადად რა მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე, როგორ იცვლება ფასები, გაძვირდება თუ არ გაძვირდება მომავალში, ამ თემაზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში სტუმრად ყავს მოწვეული ლევან ლაბარტყავა, ის Facebook-ის მომხმარებლისთვის, TikTok-ის მომხმარებლისთვის და სოციალური მედიისთვის საკმაოდ ცნობილია, იმიტომ რომ თავისი ინფლუენსერული ჩანაწერები აქვს ხოლმე სხვა ვიდეოების სახით და გვირჩევს ხოლმე ძალიან ბევრ რამეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. უძრავ ქონების ექსპერტია ლევან ლაბარტყავა, დღევანდელი ჩვენი განაცემის სტუმარი. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ გსტუმრობთ. მოგესალმებით თორნიკე, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. რა მდგომარეობა დღეს ზოგადი კითხვით დავიწყოთ უძრავი ქონების ბაზარზე, იმიტომ რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა ჩვენ მხარეში, ახლო აღმოსავლეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ ომის შემდეგ უძრავი ქონების მიმართულებით ბაზრის კონიუნქტურა. როგორ დაახასიათებდით დღეს, რა ხდება დღეს უძრავი ქონების ბაზარზე? უძრავი ქონების ბაზარზე არის აზრი ორად გაყოფილი, არიან ადამიანები, რომლებიც ჩქარობენ ინვესტირებას, იმიტომ რომ ელოდებიან კიდევ უფრო ფასის მატებას. ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, ვაკვირდებით, რომ ისრაელიდან ასევე გალფის ქვეყნებიდან აქტიურად მოდიან ინვესტორები, რომლებიც აინვესტირებენ საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში მათთვის ამ წუთას ყველაზე უსაფრთხო გარემოა, სადაც შეიძლება თავის თანხები დააბანდონ, მაგრამ არიან მეორე კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ამ გარშემო შექმნილ მოვლენებში ხედავენ რაღაც რისკებს და ელოდებიან ფასების დაცემას უძრავ ქონებაზე. აი ესეთი აზრები. რადგან ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია ზოგადად სამშენებლო სარემონტო მიმართულებასთან, ბოლო პერიოდში ვაკვირდები ასეთ ტენდენციას, რომ ყველაფრის ფასები იმატებს. იქ რაც ნავთობპროდუქტები იყო ჩართული, ისეთი პროდუქტების წარმოების, სადაც ნავთობპროდუქტები იყო ჩართული და ნავთობპროდუქტების ფასების ცვლილება ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრია. ვაკვირდებით იმ ტენდენციას, რომ იზრდება ფასები სამშენებლო მასალებზე, ლითონების მიმართულებით განსაკუთრებით ის, რაც პლასმა შეიცავდა და ნავთობპროდუქტებისგან იყო მიღებული, ეს ყველაფერი ამ მიმართულებით ფასები იცვლება. ასევე თუ ჩვენ დავაკვირდებით 2026 წლის მარტიდან უცხოელი მუშების დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკითხებს, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მუშახელი გაწვირდა. თუ ადრე პირობითად ღიური მუშა მშენებლობაზე დასაქმებულების 30 ლარი ღირდა, დღეს 100 ლარად თუ ისოვი ძალიან კარგი ფასია. თუ უძრავი ქონების ბაზარზე ყველა კომპონენტი, რომელიც მშენებლობაშია, იქნება ეს სამშენებლო მასალები, ისევე როგორც მუშახელი, ისევე როგორც სხვა ყველა მიწის ნაკვეთები, ყველაფერი გაძვირდება. რა აძლევს ადამიანებს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შესაძლებელია უძრავი ქონება საქართველოში გაძვირდეს? გითხრები თორნიკე, ჩემზე კარგად იცი სამშენებლო მასალები როგორ გაძვირდა ეს ბოლო პერიოდში ამ მიმდინარე მოვლენების გამო. ასევე მე ვხედავ ამას, შენ პირადად შეხება გაქვს ამ მასალებთან, მე ვხედავ ამას სამშენებლო ინდექსის კუთხით, როცა უყურებ და ვხედავ, რომ მუშახელიც ძვირდება თან, ვიცით რომ აღარ არის ეს მცირე მეწარმეების სტატუსი გაუქმდა მუშახელზე და სწრაფად 20%-ით გაიზარდა, ხარჯი დეველოპერული კომპანიებისთვის, ვისაც მცირე მეწარმედ ყავდა გაფორმებული მუშები, ასევე უბრალოდ გადინება ძალიან ქვეყნიდან კარგი პროფესიონალების და ესეთ ხდება და ესეთ აძვირებს ხოლმე, იმიტომ რომ რთულია მოძებნო კარგი პროფესიონალი თავის საქმეში, უჭირთ დეველოპერებს ყოველ შემთხვევაში ამდენი მშენებლობის ფონზე ესეთი მუშახელის მოძებნა, მასალები ემატება ამას და სწორად აღნიშნე რომ მიწა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მშენებლობაში, ხო? და ესეთი თავისუფალი მიწები, სამშენებლოდ გამოსადეგი მიწები ფაქტიურად თბილისში უკვე აღარ არის. იშვიათად თუ სადმე რაღაცა შეიძლება ძველი შენობის დემონტაჟი მოხდეს და იქ ახალი პროექტი გაკეთდეს. ამიტომ ეს ყველა კომპონენტი, რა თქმა უნდა,
დეფიციტურია, ძვირდება, ამიტომ არანაირი ლოგიკით, არანაირი გათვლით, არანაირი ჩემი ექსპერტული შეხედულებით, რა თქმა უნდა, ფასები არ დაიწევს. მაგრამ მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ არის ბუშტი, არის რაღაცა ესე მიმდინარე მოვლენები. ამდენი არ უნდა ღირდეს, რატო უნდა ღირდეს ევროპაში იგივე ფასი და თბილისში და ასე შემდეგ რა და როცა პირაცაურებში ვცდილობ ხოლმე აუხსნა ხოლმე ესეთ ადამიანებს რა რომ არა აქვს მნიშვნელობა სხვა ქვეყნებს რო შევედრებით მოთხოვნა მიწოდება არეგულირებს ფასს, აქედან გამომდინარე, რადგან მოთხოვნა არის უძრავი ქონების ბაზარზე და ფაქტია, რომ ხედავთ არის მოთხოვნა, ეს ამდენი დეველოპერ პროექტი რაც შენდება, იყიდება რეალურად, უფრო მეტად გაყიდულია მომავალში რაც დასრულდება ეს პროექტი. ჰაერის კონდიციაშიც კი იყიდება, იშვიათად არის ხოლმე დეველოპერ პროექტები, იმის გამო რომ კონკურენტული ბაზარია და არიან დეველოპერები, რომლებიც კარგად ვერ მართავენ პროექტებს და ზუსტად ამაში ვეხმარები მე ჩემი კომპანიის დეველოპერებს, რომ ეს კარგად მარკეტინგი და გაყიდვები კარგად მართონ და ესეთი კომპანიების უჭირთ, მაგრამ რეალურად ვინც ამას კარგად ახერხებს, იმად გაუყიდავი ბინები როგორც წესი მშენებლობის დასრულებისთვის არ რჩებათ ხოლმე. მოთხოვნა ახსენეთ და მიწოდება. რამდენად დიდია დღეს მოთხოვნება? ხო შემცირდა ეს ბოლო პერიოდიდან გამომდინარე თუ პირიქით გაიზარდა? როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ძალიან ბევრი ის ადამიანი ჩამოდის ინვესტიციისთვის, რომელიც კალაფის ქვეყნებში აკეთებდა ინვესტიციას, განსაკუთრებით დუბაი იყო ამ მიმართულებით ცნობილი. კი, მოთხოვნა, ადგილობრივ ბაზარზე ყავს ჩვენ ორი ტიპის მოთხოვნა, მე როგორც ვყოფ ხოლმე, არიან ინვესტორები, რომლებიც საინვესტიციოდ ყიდულობენ, გასაქირავებლად ეგრეთ წოდებული სიბერის უზრუნველსაყოფად ყიდულობენ, რომ აგროვებენ ფულს და ბინებს ყიდულობენ, რომ პასიური შემოსავლისთვის, ასევე არიან ადამიანები, რომ ოჯახების დაყოფა ეს პროცესი მიდის უკვე მრავალი წელია და ჯერჯერობით არ დასრულებულა ისევ არიან ოჯახები საქართველოში, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ბებია, ბაბუა, შვილები, შვილიშვილები და ასე შემდეგ და ეს ოჯახები იყოფა, ცოლი მოყავს, ვიღაც ოჯახდება, ბიჭი და უნდათ გადასვლა, ის რა ქვია, ცალკე საცხოვრებლად. ამაზე ემატება ძალიან აქტიურად გალფის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტორები, გალფის ქვეყნებიდან არ შემოვიდნენ მარტო არაბები, შემოვიდნენ ასევე სხვა ტიპის ინვესტორები, რომლებიც დუბაიში მაგალითად ემირატებში აინვესტირებდნენ ფულს, მათ უკვე მიიჩნიეს ეს ბაზარი არც ისე უსაფრთხოდ, როგორც იყო ეს შეფუთული, ასე ვთქვათ, ემირატების სახელმწიფოს მიერ, რომ არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე კარგი გარემო, უკვე დაინახეს რაღაც რისკები და მათ დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების ძებნა, სადაც თავის ინვესტიციებს გააკეთებენ. ეს ბაზრები ეხა მათთვის, ტოპ 3-ში ჩვენ შევდივართ. ეს ტოპ 3 არის კვიპროსში აინვესტირებენ აქტიურად, საქართველო ერთ-ერთი და ასევე კიდე სხვა ქვეყნები, ეს იქნება თურქეთი თუ სხვა ესეთი ეს რა ქვია, მიმდინარე მშენებლობები, სადაც არის ეხა ამ წუთას. ასევე ერთი ჯგუფია ძალიან დიდი მიგრანტებისა, საქართველოდან წასული ადამიანებისა, რომლებიც რაღაცნაირად თავიანთ ცხოვრებას უკავშირებენ, რადგან ისინი ჩვენი ნაწილი არიან და ძალიან დიდი რაოდენობით არის მოთხოვნა მიგრანტების კუთხით, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან შეხებაც მქონია უძრავ ქონებასთან ერთ-ერთი დიდი ჯგუფი, სწორედ ის ადამიანებია, ვინც სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ არის წასული, რათა საქართველოში მერე იყიდოს რაღაცა უძრავი ქონება მისათვის, რომ პენსია კონდეს ან უკეთესი ცხოვრების პირობები კონდეს. რამდენად შეიცვალა ზოგადად მოთხოვნა თბილისსა და ბათუმში, როგორც ვიცით, ზოგადად არსებობდა ორი დიდი მიზიდულობის წერტილი უძრავ ქონებაში, ესენი იყო თბილისი და ბათუმი, თუმცა როდესაც მე ბოლო პერიოდში ვანალიზებ ხოლმე და ვუყურებ ხოლმე სტატისტიკას, საკმაოდ აქტიური გახდა რეგიონები თბილისი და ბათუმის გარდა, გამოჩნდა რეგიონები, სადაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა, იქნება ეს რუსთავი, იქნება ეს ქუთაისი თუ სხვა ქალაქები, უფრო მეტიც შედარებით უფრო მომცრო ქალაქებში, როგორც არის თელავი, ასეთი ტიპის ქალაქებშიდაც კი გაიზარდა კორპუსები, ახალი კორპუსები შენდება, იმიტომ რომ ისაც 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა, აი ამ პატარ-პატარა ქალაქებში. თქვენი დაკვირვება როგორია რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით? მართ გეთანხმები ამ ნაწილში ვითარდება, პირველ რიგში ვითარდება ყველაზე მეტად აქტიურად რუსთავი, იმიტომ რომ ასე ახლოს არის თბილისთან და კი
თბილისისთან ხა ყველაზე ახლოს არის და ვიცით ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც არაბულ უნივერსიტეტებთან არის დაკავშირებული, ასევე რუსთავთან ახლოს შენდება და რუსთავში მსხვილი დეველოპერებიც ახორციელებენ პროექტებს და საკმაოდ დიდ პროექტებს. ქუთაისს რაც შეეხება, ქუთაისშიც მიდის აქტიური მშენებლობები და იქაც არის ეს ტენდენცია. ასევე ბათუმში რომ აღარ არის უკვე ასაშენებელი მიწები, უკვე ბათუმი იზრდება ფაქტიურად, აი როგორც ქუთაისთან ახლოს ქუთაისა რუსთავში მიდის მშენებლობები, ისე გონიო, კვარიათი უკვე ძალიან მალე ქობულეთში ჩვენ უკვე მალე ვიხილავთ დიდ პროექტებს. ნახე ქობულეთში, რომელიც გაცემულია. ვიხილავთ დიდ პროექტებს მალე მეთქი ზუსტად იმიტომ რომ ვიცი რომ მსხვილი ტოპ დეველოპერები აპირებენ მალე დაანონსებენ დიდ პროექტებს ქობულეთში. ანუ ზუსტად ამიტომ რომ იზრდება მოკლედ და მე ამას მივესალმები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა უკეთესია რომ არა ერთ და ორ ქალაქში იყოს მთელი ინვესტიციები და მთელი კაპიტალი თავმოყრილი, არამედ გაიშალოს. ეს ასევე არ გაზრდის ესეთი ტენდენცია არ გაზრდის ძალიან ფასებს, იმიტომ რომ თუ მარტო თბილისი იქნება და ყველას თბილისში ენდომება ცხოვრება შეიძლება $10,000-ზე ავიდეთ კვადრატულ მეტრზე ან რაღაც აუცდეთ სასწავლო ფასებზე, თუ გაიშლება მოკლედ და სხვა ქალაქებიც განვითარდება, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს დაბალანსდება. ძალიან ბევრი დისკუსია არის ხომ ამის შესახებ, სად უფრო მომგებიანია დღეს ინვესტიცია. ერთი მოსაზრება არის იმის შესახებ, რომ უმჯობესია შეიძინო მიწის ნაკვეთი, რადგანაც ტექნოლოგიები განვითარდა და კორპუსი შეიძლება იყოს 40 სართულიანი, 50 სართულიანი, 70 სართულიანი. დიდი რაოდენობის ადამიანები ცხოვრობდნენ ერთ სივრცეში, პატარა მიწის ნაკვეთზე, მაგრამ მიწა ვერ გაიზრდება, იმიტომ რომ ჯერ ტექნოლოგია არ არსებობს და არც იარსებობს სავარაუდოდ იმისა, რომ რაღაცნაირად მიწა გაიზარდოს. შესაბამისად, ხშირია ხოლმე დისკუსია იმის შესახებ, რომელი უფრო მომგებიანია. იყიდო თბილისში დღეს ან თბილისის გარეთ ან ზოგადად მიწის ნაკვეთი, იმიტომ რომ მიწის ნაკვეთსა შემდგომში ინვესტირებისთვის უფრო მომგებიანი პირობები გექნება, ვიდრე იყიდო ეს კორპუსში. თქვენი რჩევა რა იქნება ამ მიმართულებით? ნუ რეალურად კორპუსის ბინაც თავისი ცნებით არის მიწის ნაწილიც, ხო? ანუ იმ რაღაცა მიწაზე, რაზეც კორპუსი შენდება, რეალურად იმ მიწის ნაწილი ეკუთვნის თითოეულ ბინას, ხო? რაღაც მცირედი ნაწილი, თუ ესე შევხედავთ, მაგრამ რეალურად მოდი მიწა მერად დაკვირვებაც მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტად იზრდება და ბოლო პერიოდში უფრო მეტი ზრდა აჩვენა ფასის ნაწილში, ვიდრე ბინებმა, ხო? ბინების ნაწილი ხო ვიცით რომ ძალიან სწრაფად იზრდება, მაგრამ მიწებზე უფრო მეტია კიდევ. ოღონდ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, შეგვიძლია ჩვენ სონელს რჩევა მივცეთ, რომ თუ საინვესტიციო ყიდულობს მიწას, უნდა კარგად შეაფასოს ამ მიწის პოტენციალი. ანუ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. შეიძლება რაღაც ადგილზე იყიდო და დიდად არ მოემატოს ფასი, მაგრამ სადღაც იყიდო, სადაც მომავალში იგეგმება გზის გაყვანა, კომუნიკაციების გაკეთება და ასე შემდეგ და იქ გავარმაგდეს და გასამაგდეს სულ რაღაც 1 წელიწადში და 2 წელიწადში. ასე რა სტატუსი ექნება მიწას, ანუ როდესაც მიწას ყიდულობ, რა შეგეძლება ამ მიწაზე გააკეთებ, იმიტომ რომ ბევრი ყიდულობს ხოლმე სახნავს ათესი მიმართულებით, მიწას აქვს სტატუსი და მე ამ სტატუსის ცვლილების განხორციელება თითქმის შეუძლებელი ხდება ხოლმე, ასე რომ სტატუსაც გააჩნია ალბათ მიწისას რა სტატუსით ყიდულობს და ძალიან საფაქიზო თემა არის იმისათვის რომ ზუსტი ინვესტიცია გააკეთო. თბილისის გარშემო მიწების ფასები ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და როგორც მე მაქვს ინფორმაცია ამბობენ რომ კიდე გაიზრდება მომავალში, იმიტომ რომ ეს რესურსი ძალიან შეზღუდულია და თბილისიც რაღაცნაირად ფართოვდება. კი, ასეა, ნამდვილად, იმიტომ რომ მართლა ღმერთი მიწას მეც აღარ შექმნის, ხო? ანუ ვიცით ეგ და შესაბამისად იმდენად მოთხოვნადი რესურსია მიწა და ასევე წირი რესურსი, ამიტომ ყოველთვის იქნება და მომავალშიც გაიზრდება მოთხოვნა. შესაბამისად თუ ვიძახით რომ მოთხოვნა არის თბილისზე და ესეთ დიდ ქალაქებზე, რამოდენიმე ქალაქზე, რადგან თბილისში უკვე ფაქტიურად მიწა აღარ არის, რა თქმა უნდა გარშემო უკვე ვითარდება და მოთხოვნა ჩნდება. ფასიც ანალოგიურად მიყვება. ეხა ვიცით თბილისის გარშემო აი ნაფეტრების მიმართულება იყო, ლისის მიმართულება თუ ასე შემდეგ, ანუ რა ღირდა 5 და 10 წლის წინ მიწის ფასები და დღეს რა ღირს, ხო? და სადაც ხალხს მართლა სახნავი და სათესი მიწები ქონდა, დღეს უკვე პროექტები შენდება და ის რა ქვია დეველოპერული ისინი რა ქვია კომპლექსები.
თბილისის უბნების მიხედვით ხომ არ გაქვთ რაიმე ტიპის ინფორმაცია, იმიტომ რომ რაღაც უბნებზე უფრო დიდია მოთხოვნა ზოგადად. ყველაზე მოთხოვნადი ჩემი დაკვირვებით საბურთალოს აქვს და გდანს. ეს ორი უბანი ისე როგორც დიდი დილომი ძალიან განვითარდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ მიმართულებით, რომელი უბნები ვითარდება და რომელი უბნები განვითარდება მომავალში კიდევ უფრო მეტად? ნუ აი რო დავფიქრდით რატო აქვს საბურთალოზე ყველაზე მეტად მოთხოვნა, იმიტომ რომ არის მეტრო, არის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი, არის მაღაზიები, მოლები, რესტორნები, ისინი რა ქვია, სკოლები, ასევე ძალიან ბევრი საბურთალოზე და გდანშიდაც. ხო, აი თუნდაც გდანში, კი, ზუსტად იგივე, ანუ იქ სადაც ინფრასტრუქტურა და ცხოვრება კომფორტულია და არ გიწევს დღევანდელი საცობების ფონზე ბევრი გადაადგილება, იქ არის დიდი მოთხოვნა. რატომ ცოტათი გაუჭირდა ლისის ტერიტორიას, ანუ თავიდან იყო ბუმი, მაგრამ ეხლა აღარ არის ისეთი საინტერესო საინვესტიციო ლისის მიდამოებში ბინის ყიდვა, ვიდრე ადრე იყო, იმიტომ რომ ეს განაშენიანება, ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ აყვა ამ განაშენიანებას რა, ანუ გაჩნდა საცობები, არ გაჩნდა იმდენი მაღაზია, სკოლა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ და ამიტომ აღარ იმდენად მიმზიდველი აღარ არის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ ხედავთ რომელიმე მიმართულებთ, ეხლა მაგალითად აი გრწანისი და ისნის მიმართულება ძალიან აქტიურად ვითარდება. იქ უკვე არის ეს იყო ისანის მიმართულება, ანუ იყო ტრანსპორტი, იყო ყველაფერი, იყო იქ სკოლებიც, ყველაფერი, მაგრამ რატომღაც არ ითვლებოდა პრესტიჟულ დასახლებად და იქიდან გამომდინარე რომ არ იყო ახალი მშენებლობები. ეხლა რომ დაიწყეს დიდმა დეველოპერებმა იქ ახალი კომპლექსების აშენება, გახდა ძალიან საინტერესო საინვესტიციოდ. და ამიტომაც ძალიან აქტიურად ვითარდება იქ მშენებლობა და ასევე საინტერესოდ ხალხი ყიდულობს. აი მე ეხანდელ პოტენციალს იმ მხარეს ვფიქრობ, კრწანისი, ისანი და აი ის მხარე, მოკლედ თქვენ დათვლით გექნებათ ალბათ კვადრატულ მეტრზე ამონაგებიც, რომელ უბნებს ურჩევდით ძირითადად გასაქირავებლად საინვესტიციოდ დღეს მსმენელებს, ვინც ამით არიან დაინტერესებული? ასე თუ ისე დაახლოებით თბილისში ყველგან ერთნაირი ამონაგები არის. იმასაც ვიტყვი რომ აი ვაკეში მაგალითად ამ ცაწმინდაზე პირიქით უფრო დაბალი ამონაგებია, იმიტომ რომ უძრავი ქონების ფასი კვადრატულ მეტრზე უფრო მაღალია, ვიდრე ეს ბინა შემდეგ ქირავდება. ამიტომ დღეს ამონაგები გარეუბნებში უფრო უკეთესია გაქირავების კუთხით. კი, იმიტომ რომ მეც ჩემი დაკვირვებითაც გარეუბნებში დღეს ძალიან დიდი მოთხოვნა ბინებზე. ამას განაპირობებს საქართველოს როგორც საგანმანათლებლო ჰაბი ცალკეული ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ საქართველოში სასწავლებლად ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის და პატარა ბინები, როგორც არის დაახლოებით 40-დან 50 კვადრატული პარკებში ძალიან სწრაფად ქირავდება უნივერსიტეტების გარშემო და ეს მხარეები ძალიან ვითარდება, იმიტომ რომ ათეულობით 1000 სტუდენტია და ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რაც უფრო დრო გავა, თუ ჩვენი ქვეყანა დაპოზიციონირდება როგორც საგანმანათლებლო კერა, იქნება ეს მედიცინის მიმართულებით თუ ბიზნესის მიმართულებით თუ ნებისმიერ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ამ ნაკადს კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა საქართველოში განათლების მისაღებად, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და შეიძლება კიდევ უფრო ძლიერ ქვაკუთხედად იქცეს, რადგანაც ეს სტუდენტები ჩამოდიან, მათ ყოველდღიური ცხოვრება აქვს, სწავლაში ფულს ხდიან, ბინებს ქირავენ და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ საქართველოში და ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება მომავალშიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაძლიერდება. კომერციული ფართების მიმართულებით რა მდგომარეობა დღეს თქვენი განმოსახედიდან ჩვენ ხედავთ, რომ ბიზნესი ქსელების მიმართულებით ვითარდება, თუ ადრე ერთი სუპერმარკეტი არსებობდა, ბაზრები არსებობდა, ესენი ნელ-ნელა თავიანთ ფუნქციას კარგავენ და ჩვენ ხვდებით ქსელური მარკეტების მომხმარებლები. ქსელურ მარკეტებს რა თქმა უნდა ჭირდებათ კომერციული ფართები, ხალხმრავალ ადგილას და ასე შემდეგ. რამდენად არის დღეს ბაზარზე მოთხოვნა კომერციული ფართების? ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით, რომ თბილისში თითქმის დღეს შეუძლებელია ერთ სართულზე განთავსებული 2000 კვადრატული და მეტი უძრავი ქონების პოვნა, კომერციული უძრავი ქონების პოვნა, სადაც დიდი მასშტაბის მარკეტს გახსნით. თქვენ რა დაკვირვება გაქვთ? რეალურად თბილისის ბაზარზე ამ წუთას კომერციული ფართების დეფიციტია. ანუ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ანუ უფრო მეტი კომპანია ეძებს კომერციულ ფართს,
სავაჭროდ გამოსადეგ კომერციულ ფართს, როგორც აღნიშნე, რომ აი თუნდაც ეს 2000 კვადრატული იქნება თუ თუნდაც 200 კვადრატული, ხო? ეგეთის პოვნაც კი შეუძლებელია დღეს კარგი ფართები, კარგს გულისხმობ ვიტრაჟული პირველ სართულზე, ანუ ის რაც ქსელური მაღაზიებისთვის არის გამოსა, აფთიაქი იქნება მაღაზია თუ სუპერმარკეტი და ასე შემდეგ. ეს დეფიციტი გვაქვს რეალურად ბაზარზე. ცენტრალურ ქუჩებზე ხო საერთოდ გამორიცხულია იქ რომ ვინმე ფართი იპოვოს ცენტრალურ ქუჩებს გულისხმობ პეკინი, რუსთაველი და ჭავჭავაძე და ის იქ თუ რაღაცა რომელიმე ბიზნესი არ ვიცი კოტრდება ანუ ვეღარ იხდის და გადის ფართიდან ერთ კვირაშივე და ორ კვირაშივე ქირავდება ის ფართი ანუ დიდი ხანი როგორც წესი არჩება ხოლმე ცენტრალურ ქუჩებზე გაუქირავებელი ფართი. ამიტომ კომერციულ ფართებზე ვერც შეივსება ეს დეფიციტი, იმიტომ რომ რეალურად როცა ახალი კორპუსი შენდება მარტო ერთი სართული აქვს ხო ეს რაც კომერციულად გამოსადეგია რაღაც ერთი მხარე მარტო და რაღაცა შეიძლება 300-400-500 კვადრატული მეტრი იყოს რაღაცა ქუჩაზე რაც იყურება და ფაქტიურად შეუძლებელია და სართულებზე თუ გადაწყვეტენ ეს კომპანიები წასვლას მეორე მესამე სართულზე ასვლას კომერციული ფართების კუთხით, მაშინ გაჩნდება ბაზარზე. რამდენად მზარდი შეიძლება იყოს ეს ტენდენცია? ჩვენ დავაკვირდით ერთ ტრენდს, რომელიც ბანკების მიმართულებით იყო წლების განმავლობაში. ჩემი დაკვირვებით ბანკებმა ნელ-ნელა დახურეს თავიანთი ფილიალები და ისინი ელექტრონული მიმართულებით უფრო მეტად განვითარდნენ. ჩვენ ნახეთ თითოეულ ჩვენგანს მობილურ ტელეფონებში ციფრული ბანკები გვაქვს და ვეღარც ვიხსენებ, როდის ვიყავი ბოლოს ფიზიკურ ფილიალში. რამდენად შესაძლებელია რომ მომავალში ასეთი რამ მოხდეს სავაჭრო ობიექტების მიმართ, საცალო მიმართულებით, იქნება ეს სუპერმარკეტები თუ მსგავს ტიპის პროდუქტები, ადამიანების დიდი ნაწილი გადაერთოს ელექტრონულ კომერციას და საერთოდ აღარ გახდეს საჭირო აი ასეთი მასობრივი გაფართოება ფილიალების. რა არის თქვენი პროგნოზი? სიმართლე გითხრა მომავალს მე ზუსტად ასე ვხედავ, აი როგორც ითქვა, იმიტომ რომ ეს ყველა კუთხეში და ყველა კორპუსის ძირში სუპერმარკეტის გახსნა ხო ან აფთიაქის თუნდაც ხო ანუ რომელ ევროპულ ქვეყანაში გვინახია ან რომელ ხო სად გვინახია რა ამდენი აფთიაქი და ამდენი სუპერმარკეტი ხო იმიტომ რომ ჩვენც მივალთ ალბათ იქამდე რაღაც პერიოდის შემდეგ რომ გამსხვილდება იქნება დიდი სავაჭრო ცენტრები სადაც ადამიანები მივლენ იყიდიან ორი კვირის პროდუქტის მარაგს და მოვლენ და ყოველ დღეს აღამოს არ ჩავლენ ხოლმე იმას რა ქვია პროდუქტის საყიდლად. ანუ ქცევის წესი უნდა შეიცვალოს. ერთი ქცევის წესი რაც ევროპაშია მიღებული, ან აზიაშიც. საყიდლებზე თუნდაც აზიაშიც კი ბატონო, რომ საყიდლებზე დადიან. აზიაში ალბათ უფრო ონლაინ, უფრო კომერცია უფრო განვითარებულია. ნუ ერთი არის ეს ცხოვრების წესის შეცვლა, მეორე ზუსტად ის რომ ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა ეს ტექნოლოგია ისე ვითარდება, რომ როდესაც ადამიანებმა ისწავლეს რომ ფულით ხელით შეხება აღარ არის აუცილებელი და ონლაინ ყველაფრის გაკეთება საბანკო ტრანზაქციების და ამაზე ნდობა გაუჩნდეთ მოსახლეობას ხო იგივენაირად გაუჩნდებათ საყიდლების მიმართაც ნდობა რომ არ არის აუცილებელი რომ კარტოფილი ხელში დავიჭირო ან ვაშლი და შევხედო როგორია რა ანუ გამოწერა მარტივად შეიძლება ადამიანს. ხამარის მსგავსი ტენდენცია ოფისების მიმართულებით ჩემი დაკვირვებით მაშინ რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გამწვავდა საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნა იყო საოფისე ფართებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ძალიან ბევრი მირეყავდა ხომ იმ პერიოდში პრემიალური ტიპის საოფისე ფართებთან დაკავშირებით რაც თბილისში ფიზიკურად არ არსებობდა. რაღაც ეტაპზე მაქვს შეგრძნება რომ ეს ამ ხელა მოთხოვნა საოფისე ფართებზე არ არის, იმიტომ რომ აი დიდ თუ პატარა საოფისე ფართებზე მოთხოვნა სწორედ დისტანციურმა სამუშაო რეჟიმებმა ჩაანაცვლა. როგორია ამ მიმართულებით უძრავი ექსპერტის უძრავქონების ექსპერტის დასკვნა, როგორ ხედავთ თქვენ შექმნილ მდგომარეობას? შეიცვალა მოთხოვნა საოფისე ფართებზე? ქრონოლოგიურად რომ მოვიყვეთ, პანდემიის დროს ხო რეალურად დაიკეტა ოფისები და გადავიდა ყველა დისტანციურ რეჟიმზე. შემდეგ იყო პანდემია როდა დასრულდა ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაემთხვა რეალურად ხო პანდემიის დასრულებას, ამიტომ რა მოხდა? პანდემია დასრულდა, ხალხი გამოვიდა ოფისებში, კომპანიებმა დაიწყეს ოფისების ძებნა, ასევე ჩამოვიდნენ ამ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები, რომლებმაც რელოკაციები გააკეთეს, ხო? ანუ უცბად ორი მოთხოვნა სწრაფად გაჩნდა და ოფისებზე ძალიან დიდი
მოთხოვნა წამოვიდა და ამიტომაც იყო დეფიციტი, რომ ყველას უნდოდა კარგი თანამედროვე ოფისი. ეს ამ ბუმა გადაიარა, ხო? ანუ მე ზოგი ისევ გავიდა ქვეყნიდან, ეს ჩამოსული კომპანიები ზოგმა დატოვა აქ ოფისები და გააკეთა, ზოგი გავიდა. რაც შეეხება ქართულ კომპანიებს, ეს მოთხოვნა არის სტაბილური, რო გითხრათ, არც დეფიციტი არ შეინიშნება ბაზარზე, მაგრამ არც ჭარბი მიწოდება, ასე თუ ისე საოფისე ფართებზე. თან მე ჩემი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის დროს რაც კომპანიებმა ცადეს, რომ გადასულიყვნენ დისტანციურ რეჟიმზე, ხო? ერთი ადამიანებიც დაიღალნენ სახლიდან მუშაობით, უნდათ გარეთ გამოსვლა და კოლეგებთან კომუნიკაცია. და მეორე, მე რა სტატიებიც წავიკითხე, აღმოჩნდა, რომ ეფექტურობა დავარდა გარკვეულწილად სახლიდან მუშაობის დროს, თანამშრომლების ეფექტურობა. და ამიტომ მე მგონი კომპანია რო ზის და ითვლის ოფისის ხარჯი გადავიხადო თუ თანამშრომლის ეფექტურობა და დაიწიოს ალბათ რო ადარებს მაგ ხარჯებს, ხო? ერთმანეთთან ალბათ ოფისი მაინც ურჩევნია, ამიტომაც დღესდღეობით ასე თუ ისე ყველა დიდი კომპანია, ჩვენ ქართული კომპანიებს გულისხმობ, ეს ბანკია, სადაზღვევო კომპანია თუ რაღაც მწარმოებელი თუ ასე შემდეგ, ოფისიდან ამუშავებს ყველა თავის თანამშრომელს. უბრალოდ ეს ოფისებიც გამსხვილდა, ანუ ყველა მსხვილი ორგანიზაცია ცდილობს, რომ რაღაცა სხვადასხვა დეპარტამენტები რო ყავდათ მიმოფანტული სხვადასხვა შენობებში და სხვადასხვა ტერიტორიებზე, ცდილობენ რაღაცა ერთი დიდი შენობა გააკეთონ ისევ როგორც არის ამერიკაში, დასავლეთში და ევროპაში და თუნდაც აზიაში, რომ ერთი რაღაც ნახოთ ჩვენ ხო, სათა ოფისი რაღაცა ერთ 40 სართულიან შენობას აწერია ხოლმე რაღაცა ბანკის სახელი ან რაღაც და იმ მთელი 40 სართული დაყავებული აქვს ხოლმე და შეგნიძის მთელი ეს თანამშრომლები და ალბათ მაკეთკენ წავალთ გამსხვილების კუთხით. ერთი პერიოდი ტენდენციაც კი იყო, ვისაც სასტუმროები ქონდა, ამ სასტუმროებს საოფისე სივრცეებად აკეთებდნენ ხოლმე, რადგანაც სასტუმროების მიმართულება არც თუ ისე მარტივია მართო აი ამ კრიზისული სიტუაციის დროს. თან საქართველოში ისტორიულად ძალიან განვითარდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ოჯახური ტიპის პატარა სასტუმროები, ისე როგორც თავდაპირველად პატარა მაღაზიები იყო, რომლებიც ნენდა გაქრნენ და ის ჩაანაცვლა ქსელურმა ტიპის მაღაზიებმა, სავაჭრო ობიექტებმა, იგივე დაემართათ სასტუმროებსაც. მე ვფიქრობ, რომ მომავალში ქსელური ტიპის სასტუმროები თუ ჩვენ დავაკვირდებით დიდ საერთაშორისო ბრენდებს, ისინი საქართველოში რამდენიმე სასტუმროს იმატებენ და ნელა ისინი უფრო მეტად ანაცვლებენ პატარ-პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროებს. აი, ზუსტად ეს საოჯახო ტიპის სასტუმროების ყველაზე დიდი რისკი ეგ არის, რომ ნებისმიერ რაღაც ტურიზმს თუ რაღაც შეეხება უცბად რაღაც კრიზისია, რაღაცა კონფლიქტია და ასე შემდეგ და თქვათ ტურიზმი იკლებს ხოლმე, ხო, ძალიან სენსიტიურია ეს სფერო, ხო, გარშემო მიმდინარე მოვლენების დროს და როგორც კი ეს ხდება, პირველი აისახება ოჯახური ტიპის სასტუმროებზე ხოლმე, იმიტომ რომ ქსელური სასტუმროები ასე თუ ისე მაინც მუშაობენ, მაინც აქვთ ჯავშნები ბიზნესში, იმაში რა ქვია, მოგზაურობაში ჩამოდის ხალხი და ასე შემდეგ, მაგრამ ის დამსვენებელი, ვინც მოგზაურობდა, ის ეგრევე ჩერდება, აჩერებს თავის მოგზაურობას, ოჯახური სასტუმროების მომხმარებელს გულისხმობ და ყველაზე მეტად მაგათ უდგათ ხოლმე მე გადარჩენის ის რა ქვია პრობლემა. ამიტომ ხო, ის არის რა ქვია, ისეთი სენსიტიური ბიზნესია რა, ანუ ვერ ვურჩევ ოჯახურ სასტუმროს ვერავის რო გააკეთოს, მაგრამ ვისაც აქვს ოჯახური სასტუმრო, ზუსტად იმიტომ ქვია, რომ ზოგ საქონლო ისე წარმოდგენა, რომ გავაკეთებ სასტუმროს და ვიქირავებს თავს, დაქირავება არ მუშაობს რა, ანუ ოჯახური სასტუმრო იმიტომ ქვია, რომ შენ უნდა ამუშაო, შენმა ოჯახმა უნდა ამუშაოს, ამ შემთხვევაში არის ხოლმე შემოსავლიანი. ეს პერიოდში აი ძველთვეში ძალიან პოპულარული იყო ასეთი ტიპის ჰოსტელების სასტუმროების გაკეთება, რომელმაც ნელა ქრებიან და მათ ადგეს სხვა ქსელური ტიპის სასტუმროები იკავებენ. ლევან, თქვენ კონსალტინგის მიმართულებით ხართ დაკავებული დღეს უძრავი ქონების ბაზარზე კონსალტინგის მიმართულებით. არსებობს თუ არა დიდი მოთხოვნა, რა გასაჭირი აქვს დიდ დეველოპერებს, ან პატარა დეველოპერებს, ან საშუალო დეველოპერებს კონსალტინგის მიმართულებით?
აი გამსხვილებაზე ვისაუბრებთ სხვა სფეროებშიც. უძრავ ქონებასაც შევეხეთ ძალიან კარგია. აქაც დეველოპმენტის მიმართულებითაც ხდება გამსხვილება, ანუ არიან მსხვილი დეველოპერები, სისტემური დეველოპერები, როგორც ჩვენ ვეძახით ხოლმე, რომლებიც აშენებენ რაღაც ათეულობით პროექტს და არიან ასევე პატარა დეველოპერები. აი ამ პატარა დეველოპერებს უჭირთ დღეს ბაზარზე გადარჩენა აი ჩვენი სერვისების გარეშე და ეხა ახსნიათ რა არის სერვისები და კი აი ზუსტად მაგას ახსნი ხა რომ კონკურენცია იმდენად დიდია რომ პატარა დეველოპერს რომელსაც არ აქვს დიდი გამოცდილება როდესაც ერთი კორპუსი ააშენა დაასრულა გაყიდა და გავიდა იმის მერე 3 წელი და 4 წელი და ეხა მეორე კორპუსს აშენებს იმდენად შეიცვალა ბაზარი რომ ის პატარა დეველოპერი ვერ დაეწევა იმ ტენდენციებს რაც არის ბაზარზე რომ კონკურენციაში გადარჩეს ამიტომ მოდიან ხოლმე ჩვენთან და ჩვენ ვეხმარებით მათ იმ სტანდარტების და იმ მიდგომების დანერგვაში რაც აქვს სისტემურ დეველოპერს და რაც ვერასდროს ვერ ექნება ამ პატარა დეველოპერს თავისი ცოდნით, თავისი გამოცდილებით და თავისი მწირი სტაფით. ამიტომ ჩვენ რადგან ვმართავთ რამოდენიმე პროექტს, ამიტომ ეს ყველაფერი გვაქვს დანერგილი, ეს სისტემები შექმნილი და ამ ყველაფერს ჩვენთვის მარტივია პირდაპირ რომ დაუნერგოთ თუნდაც აშენებდეს 5000 კვადრატულ მეტრს და იყოს რაღაცა პატარა დეველოპერული პროექტი. ამ გონია რომ უფრო მომგებიანიც არის იმიტომ რომ როდესაც რაღაც კონკრეტულ უბანში კონკრეტულ ობიექტზე ბეკაპს მომხმარებელი და დაინტერესებულია ბინის შეძენით, მაგრამ ფიზიკურად ვერ უწრდება ფასით ან რაღაცით, მან შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა პროექტში შეიძინოს ბინა და როდესაც ერთი პატარა დეველოპერი ხარ, ამხელა არჩევანი არ გაქვს, მაგრამ როდესაც საკონსულტაციო კომპანია ხარ, რამდენიმე მიმართულებით არჩევანი გაქვს და შესაძლებელია სხვა მიმართულებით ლიდებიც მომართული იყოს შენ სასარგებლოდ, რაც ფიქრობ. ასეც ხდება ხოლმე ზუსტად და ჩვენ უფრო ხარჯიც გვეზოგება ასეთ დროს და ასევე არის რომ ეს გაყიდვების აუთსორსინგი ეგრეთ წოდებული, რასაც ჩვენ ვმართავთ, გაყიდვების ვემსახურებით ამ პატარა დეველოპერებს, ასევე რისკებსაც უზღვევს ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ მას ხარჯებს არ წინასწარ არაფერში არ აინვესტირებთ თანხას, რეალურად უბრალოდ ჩვენ როდესაც გაყიდვებიდან დგება შედეგი, გაყიდვებიდან ვიღებთ რაღაცა ჩვენ წილს რა და თან მათ არ ექნებათ ახლა ისეთი მონაცემთა ბაზა, როგორც თქვენი ტიპის კომპანიებს აქვთ, იმიტომ რომ ეს მონაცემთა ბაზა ყველაზე დიდი გამოწვევა ხოლმე პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ იწყებენ რაღაც აშენებას და მე გაყიდვებს. მონაცემთა ბაზას რომ სულ თავი დავანებოთ, რაც მართლა ძალიან კარგი გვაქვს და გუნდი და ასე შემდეგ. CRM სისტემა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვებში, აი ნებისმიერ სფეროში, ხო? ანუ ეს იქნება სამშენებლო მასალების გაყიდვა, თუ ბინების გაყიდვა, ხო? ანუ პროგრამა, სოფტი და CRM სისტემა, ესეც კი არ აქვს და ესეც კი მათთვის ძალიან დიდი ფუფუნება, იმიტომ რომ რამოდენიმე ათეული 1000 ლარი ღირს ეს სისტემა და ამის გარეშე პერსონალის დატრენინგება, ისეთი პერსონალის დაქირავება, რომელიც მართლა მოტივირებულია, პროფესიონალია, ძალიან რთულია იმ პატარა დეველოპერისთვის, ვისაც ერთი კორპუსი აქვს თუ ორი კორპუსი აქვს, ვიდრე როდესაც ძალიან დიდ რაოდენობას ემსახურება. ფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მომავალში სწორედ საკონსულტაციო სფერო უფრო მეტად გააქტიურდება და უფრო მეტად წარმატებული იქნება. თუნდაც როგორ ვაწარმოო მარკეტინგი, როდესაც თავიდან იწყებ რამხელა პერსონალი გჭირდება, რა რაოდენობის თანამშრომელი გჭირდება, ფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან ანუ ერთი პატარა დეველოპერისთვის რთულია ამხელა გუნდის შენახვა, ისე რომ ვთქვათ და მე როცა ვმართავ 5 პროექტს ერთდროულად, მე უფრო კარგი გაზიარებული ხარჯები გაქვს. კი, ზუსტად და უფრო პროფესიონალების დაკომპლექტება ჩემს. ჩვენი გადაცემის დრო იწურება. მინდა თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გკითხოთ. ორი მიმართულებით, ერთი როგორ ხედავთ მომდენო თვეებში უძრავი ქონების ბაზარს საქართველოში და მეორე როგორ ფიქრობთ თქვენი კონსალტინგის განვითარებას მომდენო პერიოდში. უძრავი ქონების ბაზარს იმის გამო, რაც ვისაუბროთ, დეფიციტურია სამშენებლო გამოსადეგი მიწები, ძალიან აქტიურად უკვე დაწყებულია ეს პროცესი და კიდევ უფრო გააქტიურდება ძველი შენობების ჩანაცვლება, აი ეს ხრუშოვკები თუ ეგრეთ წოდებული სტალინკები და ასე შემდეგ, ესეთი პროექტები უკვე, რომლებიც თავისი ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ძალიან აქტიურად ყველა დეველოპერი უკვე ფიქრობს, მეზობლებთან მიდის, ელაპარაკება, აძლევს მათ ფართებს და ამ ჩანაცვლებებს აკეთებენ და ეს პროცესი კიდევ უფრო
გააქტიურდება, მომავალს აქ ხედავ ეხა მე თბილისში, მაგალითად და ესეთ ქალაქებში, სადაც აღარ არის მიწა დარჩენილი, რაც შეეხება ჩემი სერვისების განვითარებას, იქიდან გამომდინარე რომ ბაზარი მსხვილდება, ამიტომ ის პატარა მოთამაშეებს თუ სურთ რომ გადარჩნენ, ან უნდა მიყიდონ თავისი პროექტები მსხვილ სისტემურ დეველოპერებს, ან უნდა მოვიდნენ ჩვენერ კომპანიებში, სადაც შევძლებთ მათთან ერთად ჩვენ ბევრი პროექტი ვმართოთ და ისე პროფესიონალურად მიუდგეთ, როგორც გააკეთებდა ამას სისტემური დეველოპერი. მე დიდი მადლობა უნდა გითხრა ლევან და ბევრი წარმატება გისურვო, ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. ლევან აბარტყავა იყო დღევანდელი ჩვენ გადაცემის სტუმარი, უძრავი ქონების ექსპერტი და ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოში უძრავი ქონების შესახებ. გაიზრდება ფასები, არ გაიზრდება ფასები, როგორ შეიცვლება და როგორი იქნება მომავალში ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებით. დღევანდელი ჩვენ გადაცემა ამ დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს დროებით.